მოგესალმებით, დღეს მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. და დღეს რაღაც გიჟული ეთებ და მე პატი დავიცი რამდენად გამოგება. დღეს მე გავაკეთო ხაჭაპური თვალდახუჭული. რადგან მე სამზარეულოსაც ძალიან ახლოს არა ვარ, სამზარეულოს აფეთქეს და ვიცი თუ რა გამოვა. შეიძლება ფანტასტიკა გამოვიდეს ხაჭაპური და ასე შემდეგ. მოდი ამ ყველაფერში კი დამეხმარება აი ეს რაღაცა და დღეს ჩვენი ინგრედიენტები არის აი პროფესიონალი ისე ვაკეთებ რა. ცხოველები არის ქვილი, აბდენა ყველი, სოდა, წყალი, რაღაცა კიდე წყალი, და ასე რაღაცა და შევეცდები მართლა გავაკეთო ხაჭაპური. მაშასადე მოდი ავიფაროთ და დავიწყოთ ეს ყველაფერი, აი ასე, ახალებული არაფერი არ ჩანს და დავიწყოთ გაკეთება ხაჭაპურის. მაშასადე ვიწყებ ხაჭაპურის მოზადებას, ხო ეს ჩიქა დავინახე. ჩიქას ერთად კიდება ქვილი. ორი ქვილი დავევრი. შემდეგ გვინდა მარილი. შემდეგ გვინდა სოდა. შემდეგ გადავავიდეთ ერთმანეთში ეს ყველაფერი. მეგობრებო, ქვილი დამატება მოვიწევთ ესეთ. გვინდა ქვილი ან ეს და ქვილი არის აი რა, ქვილის დამატება გვიჭირს. ცოტა. ახლა ერთმანეთში ავიღოთ. და შემდეგ ვიწევთ ადუღებული წყალი. ადუღებული. ახლა ადუღებული ავხსნით. და ეს ისე ნახევარი. ის ნახევარი ასხია თუ არა? ეს და გვინდა ესეთი. გვინდა ესეთი. ჩავასხით. დავხუროთ და ეს მოხდა და შემდეგ მე ავიღოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.
ასე. და ახლა უნდა მოვიდო შესაძლებლად. აი გავაკეთე ცომი, აი ასე. ახლა ვზივეთ და ახლა მოვქნათ ყველი. აი. ყველი და მოვხოთ აი აქ ყველას ყველი. ეს სახელი აი აქ ვახოთ. და ყველი აი აქ დენა. ეცია. და მეთქეხოთ ყველი დაახლოებით 400 მგ და 400 გრამი. აქ კიდევ აი მე პროფესიონალი ვარ, ასაც გადახრით და აი ამ ყველს აი აქ ვახეხავთ აი ეს. ასე ვახეხავთ. აი ასე ვახეხავთ. ასე მე ძახი ხარ გავიჭირო შუდობი ჩაივლის. ასთანავე რომ სასახელი აღგვეყოლა. აი ცომიანი ყოლი მაგარი. ხო თითი. აკეთე დაკიმუნდებით. ხეს დავიმანდა მე დაკიმუნდებით რა. აი ახლა გავაგზავნე რაზამ ჩოყოლი დასახელე. ვიჩეკ ვიზამან ყველა. აი აქედან გავაგზავნე ეს აი. და აი ახლა მომიტანა აი ეს ქვილის რაღაცა გასაფრთხილებაა და დაჭირდება ქვილი ცილეოდენობა ცომი გავავტყელოთ კი არა ხო რა უნდა ვქნათ მას შესაძლოა მოდი ახლა დავიდეთ ქვილი მონახოთ გონიან ქვაში რიასპილი თავყოთ ეს ქვილი აი ასე აი დავყარეთ ესე აი აქ აი უნდა ყოფილი ქვილი დავაღოთ და აი ასე ალბათ იყოს აი ასე გავშალოთ კარგად აი ასე და გავჭირდება ცომი მონახეთ ახლა აი აქ ყველია აი რა ცომი და ის ცომი წაში ნავიღო აი ასე და დავაფარგავდო და გავშალოთ ასე ამთო იოდან აი ასე ეს თომ და გავშალოთ მაქსიმალურად აი ასე Hop. Hash. Aí essa steht jetzt wieder zu uns. Assim. Assim. Okay, და უნდა დავაყავოთ ახლა ყველი წესით. ამიტომ მოდი ახლა ყველი მოვნახოთ. აი დავიდეთ. ცომიდო ეს ახალდება. ჩავავდით ჩიგნით, ყველი აი ამერა. მოვიდოთ ყველს და დავაყაროთ. ცომს. აი ასე დავაყაროთ და აი ასე დავაყაროთ ცომს. ასე დავაყაროთ. კარგია, ზომდაზე. აი ასე დავაყაროთ ცომს და ახლა უნდა შევკათ წესით ეს ყველაფერი ეს ყველი არ გავჭირდება მოდი აქ სამი მივავდო აი ხალხ დავადოთ ამასებოდან და ეს ასე და ახლა უნდა შევკოთ აი ასე ვიღოთ რაცხვას ეწებება ქვილი უნდა გიწოდებოდი მინიმუმი და აი ასე შევითა ყველი ახლა მასე პროფესიონალს არა ვარ, ყაფას მოვამზადებ და შემდეგ თუნდაც გავაგზავნებ ამის მომზადებას. აი ჩავთე და ახლა ავასხოთ ესეთი
გავუძლიოთ მას. ხო და ახლა უნდა ვიღოთ ხაჭაპური. ეს გავაკეთოთ. აი ასე. და დავადოთ ზემოთ. აი ასე და ამას დავირედებით 4 წუთი და შედეგს განახევთ მე 4 წუთის შემდეგ ყველაფერს იზამ და შევედები შედეგიდან და გავსუნჯეთ ყველაფერს რა გამოვიდა ჩვენ ხაჭაპური. კარგი, ახლა მოვიხსნათ. ჩემი ჩელენჯი შესრულდა, გადაღებულია ყველაფერი და ახლა მოვიხსნით და მოდი ერთად აინახეთ როგორი ხაჭაპური გამოვიდა, აი ხაჭაპური, აი როგორი გამოვიდა და ახლა გავსუნჯოთ ხაჭაპური, გავასინჯოთ ყველას ოპერატორს. აკეთ ხავს, მოდი ახლა გავჭრათ, აი ასე. პირველი ჩემი ხაჭაპური გამოსვა. საკაი არა. გადამოვიდა. ცოტა დემეწვა. აუშო და მარილიანი. აი ვარდებს. სუნიერიან. მოდი ოპერატორს გავასწინო. თუ მოგწონდა უბრალოდ სასახმელს გემრიელე ზოგიერთ საჭარო ჯობია ახლა გავასინჯო თუ მოწამოთ ახლა ვიდეო ჩავწერ გადაყვან აი გავსინჯე ჩემი ხაჭაპური საკადამრია არისო მაგრამ ახლა იყოს ასე რაღაც კომენტარებში დაწერილი შემდეგ ჩენამში რა გადავიღო უფრო გიჟური იდეები მახასიათებს ხო და ამიტომაც გამოიწერე არხი და ლაიქეთ ვიდეო გავიგოთ ძალისხმევით გამოვყევით ყველა სოციალურ ქსელში TikTok-ზე მარტო TikTok-ი ვაქცევით მაგრამ YouTube-ით გვაქვს და რამოდენიმე თქვენი ახლა და ვიდეოზე გადაიდეთ ასე გამოდეთ და დაწერეთ კომენტარში შემდეგ რა ვიდეო გადავიღოთ რა ჩელენჯი გადავიღოთ და მეც თქონდა 1 კვირის განმავლობაში ესწრები რა ჩელენჯის გადაღებას და რა ვიცი შევშდებით ნახვამდის პაკა